საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ მართლმადიდებლური უпростоრად ქრისტიანული მსოფლმხედველობა და მართლმადიდებლური იდეოლოგია. დღევანდელ ჩვენს გადაცემას წარუძღვებით ორი წამყვანი, მე და ბატონი ვლადიმერ ცხიკვაძე და ჩვენი სტუმარი არის ახალგაზრდა მეცნიერი ღვთისმეტყველების დოქტორანტი გრიგოლ ბენდელიანი. მოგესალმებით ბატონ ვლადიმერ, ბატონო გრიგოლ, ბატონ ვლადიმერ, თქვენას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი შემეცნებითი გადაცემის ციკლს სახელმწიფო ეკლესიას საზოგადოება. დღეს ვისაუბრებთ ქრისტიანობის არსზე, როგორც ადამიანისთვის, ისე ერისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და როგორც უკვე ბატონო ბიძინამ აღნიშნა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება ღვთისმეტყველების დოქტორანტი ქუთაისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი გრიგოლ ბენდელიანი. ეს როგორც ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი, ასევე გრიგოლ ბენდელიანის არის პირველი ნაკადის დოქტორანტი, ასე ვთქვათ, დოქტორანტურა თბილისის სასულიერო აკადემიაში მოგეხსენებათ გაიხსნა 2013 წელს და ეს არიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი მეცნიერული ღვაწლით, თავიანთი შრომით წვლილი უნდა შეიტანონ საქართველოში მართლმადიდებლობის განვითარების საქმეში და დღეს თავიანთ შემეცნებას, თავიანთ ცოდნას, რაც შეიძინეს ამ სასწავლებელში, ჩვენს გაგვიზიარებენ. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ. მოგესალმებით ბატონებო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. აღნიშნავ, რომ ძალიან კარგი არის ასეთი საღვთისმეტყველო და შემეცნებითი ხასიათის გადაცემების გაკეთება. ეს მისალოცი არის ჩვენი ერისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის და იმედია იქნება ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა მომავალში და უფრო და უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება მას. ასევე დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მომიწვიეთ და მომეცით იმის საშუალება, რომ ჩემი შეხედულებები, ის რაც მე ამ ხნის განმავლობაში შევისწავლე, გადმოცემ მაყურებელს და შევეცდები, რომ მაქსიმალურად გავცე იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც თქვენგან იქნება დასმული. ძალიან კარგი. მაშ ასე კითხვა პირველი. როგორც მოგეხსენებათ, ბატონებო, ქრისტიანულ იდეოლოგიაში, ქრისტიანულ საზოგადოებაში, მსოფლმხედველობაში არსებობს ესეთი შედნიერი, თქვათ, ქვაკუთხედი იდეოლოგია, რომელსაც ქვია სარწმუნოების სიმბოლო, ეს არის წამსი. და ბატონო გრიგოლ, თუ შეიძლება გითხარით წამსის შესახებ, რატო ეწოდება მას სარწმუნოების სიმბოლო? რაში გამოიხატება ეს? ქრისტიანული არსიც რომ მივაბად, ალბათ ისე ჯერ სანამდე უშუალოდ წამსზე გადავიდოდი საუბარი, სანამ დავიწყებდი წამსის შესახებ საუბარს, აღნიშნავ, რომ ქრისტიანობა არის ის რელიგია, რომელიც იქადაგა განკაცებულმა ღმერთმა მიიღო კაცობრიობი ბუნება იმისთვის, რომ კაცი გამხდარიყო ღმერთი, ანუ მადლით ღმერთობაზე არის აქ საუბარი და ამის შემდგომ 20 საუკუნეა, რაც ქრისტიანული ეკლესია მოღვაწეობს იმისთვის, რომ დაცემული კაცობრიობა მიიყვანოს ღმერთამდე. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭირო არის სწორი რწმენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა, ანუ ის, რაც თავად იქადაგა იესო ქრისტემ განკაცებულმა ღმერთმა და შემდგომ ამისა რაც გადმოცეს მოციქულებმა, გაავრცელეს მთელ კაცობრიობაში, სამყაროში და რასაც აგრძელებს დღევანდელ დღემდე ის ეკლესია, რომლის წევრებიც გახლავართ ჩვენ. წამსი არის ის ფუნდამენტალური, ასე ვთქვათ, დადგენილება, სწავლებითი დადგენილება, რომელიც ეკლესიამ დღევანდელ დღემდე შემოგვინახა და ის წამსი, რომელსაც ჩვენ დღეს გამოვიყენებთ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში, თუნდაც დილის ლოცვებში წარმოვთქვამთ, ეს არის ის, რასაც ვაღიარებთ ჩვენ, რა გვწამს ჩვენ. მაგრამ საინტერესოა რა, ეს წამსის ტექსტი, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ანუ ეს 12 მოხლიანობის წამსი, ეს წამსი იქნა მიღებული მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 391 წელს. საინტერესოა, მანამდე არსებობდა თუ არა ასეთი წამსი, ესეთი წამსის სიმბოლო, თუ უშუალოდ აი მე-4 საუკუნეში გასცა იმის საჭიროება, რომ ეკლესიას გადმოეცა რამე წამსი, რომლის აღიარებაც ნიშნავდა იმას, რომ შენ იყავი ეკლესიის შვილი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ პირველ საუკუნეებში
ხედავთ რომ ადამიანები, რომლებიც გადაწყვიტავდნენ, რომ მიეღოთ ქრისტიანობა, საქმე მოციქულთაში ეს პირველი ისტორიული წიგნი არის ქრისტიანული ეკლესიის შესახებ, ხედავთ აი საჭურისის მაგალითზე, როდესაც ფილიპე მოციქული მას ვიდრე მონათლავს, ეკითხება რა წამს მას და ეს საჭურისი აღიარებს რომ მას წამს იესო ქრისტე, და აი ამის შემდგომ უკვე ფილიპე მას მონათლავს. ანუ ხედავთ რომ ეს წამსი უშუალოდ ეს ტექსტი შეიქმნა მე-4 საუკუნეში, მაგრამ ამ პერიოდამდე მთელი 4 საუკუნის განმავლობაში ფაქტიურად ადამიანები რომლებიც გადაწყვიტავდნენ რომ მიეღო ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ისინი აღიარებდნენ საკუთარ რწმენას, წამდა თუ არა ის რომ იესო ქრისტე იყო ჭეშმარიტი ღმერთი და იღებდნენ ათლისღებას. საჭიროებამ რომელიც უკვე ეკლესიაში წარმოიშვა, ანუ მკითხვებმა რომელიც ეკლესიის წინაშე იყო დასმული, განაპირობა ის რომ ჩამოყალიბებული იყო ეს წამსი. ამ წამს რომელსაც წეღან ვახსენებდი, ანუ 391 წელს მიღებულ წამს წინ უძღოდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული წამსი, ნიკეის წამსი ეწოდება ამ წამს. ეს ტექსტობრივად ცოტათი განსხვავებული არის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების წამსი და მაგრამ მასაც ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი ეკლესიაში, ანუ პირველი კრების წამსი პასუხობდა იმ კითხვებზე, რომელიც პირველ საუკუნეში პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არსებობდა, ანუ რომელი კითხვების დაისვა, ხოლო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული წამსი პასუხობდა იმ კითხვებს, რომელიც უკვე იმ პერიოდისთვის აწუხებდა და ისმოდა ეკლესიის წინაშე. რაც შეეხება ხომ წამსის ტექსტობრივ განხილვას, მე მგონი ხა ამ ეტაპზე ეს არა ეს იდეოლოგიური დატვირთვა. ნუ წამს რამდენად მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობის სამხედროებრივი იდეოლოგიური დატვირთვა რომ ახსნათ. ესე იგი როგორც ახსენეთ ახლა აქამდე რაც იყო ეს პავლე მოციქულმა მონათლა, როცა გაიგო იმას რას წამდა. ფილიპე მოციქულმა. ესე ადამიანი როცა ინათლება, სანამ მოინათლება, გამოდის ის მანამდე უნდა იყოს ქრისტიანი, მანამდე უნდა წამდეს ის, რაშიც ინათლება. და არა პირიქით. კი ბატონო. ესე იგი, ანუ ხედავთ რას ადამიანი როგორ საფეხურებს გადის ადამიანი რომ შეგახდეს ეკლესიის წევრი. ის ჯერ შეემეცნება რა წამს მას, ანუ ის გაცნობიერებულად უნდა მიდიოდეს ეკლესიაში, გაცნობიერებულად უნდა ხვდებოდეს რას აღიარებს იგი, რატომ მიდის ეკლესიაში და ნათლისღება რას ნიშნავს მე. ნათლისღება არის რა? ნათლისღება არის ის უდიდესი საეკლესიო მოვლენა, როდესაც ადამიანი აღიარებს მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს და ის სამგზის დაფლა წყალში ნიშნავს რას? რომ ის მაცხოვართან ერთად განიცდის იმუნებას, ანუ ის სამდღიან გარდაცვალებას მაცხოვრის ჯოჯოხეთში მყოფობას, ისიც ამის თანამდებად და მასთან ერთად ამოდის ამ ჯოჯოხეთიდან, მასთან ერთად თანადაფლული ხდება იესო ქრისტესთან ერთად და მასთან ერთად აღდგება, ანუ ხდება ეკლესიის წევრი და ქრისტეს მიმდევარი. მაშინ აქ თავისთავად ხდება ახლა კითხვა, თუ კი ადამიანი უნდა გააცნობიეროს ქრისტიანობაში, ამის შემდეგ მიიღოს ნათლობა, აი ჩვილ ბავშვებთან მიმართებით, პატარა ბავშვებთან, რომელსაც ეს გაცნობიერებული არ აქვს, აქ როგორ აიხსნება მაშინ რა მიდგომარი, ანუ რითი ვამართლებთ ჩვენ მათ ნათლობას. ხო, ახლა საინტერესო თვითონ ეს მოვლენა, იმიტომ რომ დღესაც ვიცით მრავალი ქრისტიანული დენომინაცია, სხვადასხვა ქრისტიანული სექტებიც შეიძლება უწოდოთ, სამკმაოდ მკაცრად ეწინააღმდეგებიან ჩულთან ნათლობას და მათი გადმოსახედით ეს არის ადამიანის პიროვნული არჩევნის, ასე რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს ნათლავთ თითქოს და მათი პიროვნული ნების გარეშე და არ ვაძლევთ არჩევანის გამოხატვის თავისუფლებას, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ჯერ პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ როდესაც რაიმის გარკვევა გსურს, რაიმე ჭეშმარიტების გარკვევა გსურს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის წმინდა წერილი. ანუ წმინდა წერილით გვესაუბრება უფალი ჩვენ, გვაუწყებს მის ნებას. აქედან გამომდინარე ჩვენ წმინდა წერილში უნდა ვეძებოთ ამ შემთხვევაში პასუხი და ჩვენ წმინდა წერილში საკმაოდ ნათლად ხედავთ ამის პასუხს. პირველ რიგში გადავიდეთ ძველ აღთქმაზე, იმიტომ ძველ აღთქმა არის, ძველი აღთქმა არის ის წმინდა წერილის ის ნაწილი, ვიდრე განკაცდებოდა იესო ქრისტე. ჩვენ რას ხედავთ ამ პერიოდში? აბრაამის წინაშე დადებულ აღთქმას. უფალი აბრაამს აღუთქვამს რას, რომ ის იქნება მისი მფარველი, მისი ერის მფარველი, მისი თავმოყრობის მფარველი და აბრაამმა რა უნდა გააკეთოს ამისთვის? აბრაამმა უნდა წინა დაცვით უნდა აღასრულოს თვითონაც, უნდა წინა დაცვით საკუთარი ძე და ასევე ამ აღთქმას უდებს უფალი, რომ მისი შთამომავლები ასევე უნდა წინა დაიცვითებოდნენ მერვე დღეს, ხო? აქედან გამომდინარე, ძველ აღთქმაში ვხედავთ ამის პირდაპირ მინიშნებას, რომ უფალი თავის ერს, რჩეულ ერს, ანუ იმ ადამიანისთვის, ვინც მიმდევრები უნდა გახდნენ,
ბავშვობიდანვე, ჩვილობიდანვე, ასე რომ ვთქვათ, მოუწოდებს იმისკენ, რომ აი ამ წიაღის კუთვნილი შვილები გახდნენ. შემდგომ ახალ აღთქმაში რას ხედავთ? ეს ძალიან ასე მოკლედ საუბრობ ამის შესახებ. ახალ აღთქმაში ხედავთ რა, როდესაც პავლე მოციქული მაგალითად აი კორნელიუს ასისავის ოჯახს გააქრისტიანებს, იქ საუბარი რომ სახლეულობით მოინათლა იგი. ანუ სახლეულობაში რა თქმა უნდა იქნებოდნენ ბავშვებიც, ხო? და ამასთანავე ჩვენ სხვა მაგალითებიც გაგვაჩნია, როდესაც ადამიანები ეს ოჯახებით ინათლებოდნენ და თავისთავად იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვები არ მონათლულან. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი ისტორიული ფაქტი. ეხლა რაც შეეხება მეორეს, აქ შეიძლება ძალიან ასე იოლად გავცეთ ამაზე პასუხი. აი მაგალითად დაიბადა ბავშვი. ბავშვის მას არჩევნის გამოხატვის თავისუფლება არ აქვს, ხო, ჩვილობაში, რა თქმა უნდა. მაშინ ჩვენ მას არც სახელი ვარ უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ მოდი გაიზრდება თვითონ აირჩევს საკუთარ სახელს. მაშინ მას ჩვენ არც ეროვნული კუთვნილობა არ უნდა მივანიჭოთ, იმიტომ რომ მოდი თვითონ გაიზრდება და თვითონ აირჩევს იმ ეროვნულ კუთვნილობას. არც უნდა ვაჭამოთ საჭმელი, იმიტომ რომ მაშინ ამ ადამიანს, ამ ბავშვს არ უნდა ამ საჭმლის ჭამა და რატო უნდა ვაჭამოთ? ანუ მივდივართ რაც რომ ბავშვის ასე ვთქვათ, როგორც ზნეობრივ დეგრადირებამდე, ასევე ფიზიკურ დეგრადირებამდე, რაც რა თქმა უნდა არაჯანსაღი არის. მშობელი თვითონ ურჩევს, რაც და საინტერესო, კი, აი საინტერესო არის რა, ერთ-ერთი მამა ამბობდა ასეთ რამეს, რომ ყველა ანუ ყველა ადამიანი ბუნებით არის ქრისტიანი. ანუ ყველა ადამიანი სწრაფო არის ღვთისკენ, ანუ ჭეშმარიტებისკენ. აქედან გამომდინარე, ის ადამიანი აირჩევს თუ არა ამ გზას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მშობელმა რომელმაც იცის ჭეშმარიტების არსი და ეს არის ძალიან დიდი, ხო, ბავშვისთვის, რომ ის ეკლესიის წიაღის წევრი ხდება ჩვილობიდან, ეკლესია მისთვის ლოცულობს განსაკუთრებულად, ხო, ვიცით, ეკლესიის სწავლების თანახმად ამ ბავშვს ჩვილ ბავშვს, ანუ ნათლობის შემდეგ მიენიჭება ფარველი ანგელოზი და აი ამ ყველაფერს ჩვენ ამ ბავშვს ვართვეთ ამის საშუალებას, რომ ის გახდეს ეკლესიის წევრი, ანუ ეკლესია ჩვილობიდან ლოცულობდეს მასზე, ფარველი ანგელოზი ყავდეს და აქედან გამომდინარე, თუ ეს ბავშვი გაიზრდება, რა თქმა უნდა, მას შემდგომაც ექნება იმის საშუალება, თუ არ უნდა მას ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარი იყოს და ეს უდიდესი საბოძო არის, რომელიც ყველა ადამიანს მიეცა, გაზრდის შემდგომ უარყოს და განუდგეს მას, ეს რა თქმა უნდა, გასაგებია. არ გამოდის ის, რომ ჩვენ მას პიროვნული ნების გამოხატვის საშუალებას ვართმევთ. ჩემი შემდგომი კითხვა არის ასეთი, რადგან ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ქრისტიანული სოფხედველობა, იდეოლოგია ქრისტიანული. ჩვენ ახსენეთ წეგან ძველი აღთქმა და არ შემიძლია არ კითხოთ, ზუსტად იგივე დატვირთვა ქონიოთ, რაც არის 10 მცნება. ეს სოფხედველობრივი, ანუ იდეოლოგიური კუთხით, როგორი დატვირთვა აქვს 10 მცნებას. 10 მცნება ვიცით, მიეცა მოსე ღვთისმხილველს სინას მთაზე იმისთვის, რომ ეს 10 მცნება მოსე შემდგომ ეუწყებინა რჩეული ერისთვის და რჩეული ერი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ნორმები იყო, ეს კოდექსი იყო, ხო, ცხოვრების კოდექსი, სულიერი ცხოვრების და რელიგიური ცხოვრების და საყოფაცხოვრებო ცხოვრების კოდექსი. როგორ უნდა ეცხოვრა რჩეულ ერთს. 10 მცნების დატვირთვა და მნიშვნელობა იყო ის, რომ კაცობრიობა მოემზადებინა მაცხოვრის მისაღებად. ჩვენ ასე ვთქვათ, კაცობრიობის ისტორია რელიგიური კუთხით შეგვიძლია გავყოთ ორ მნიშვნელოვან ეტაპად: მაცხოვრის განკაცებამდე და მაცხოვრის განკაცების შემდგომ. რას ხედავთ მაცხოვრის განკაცებამდე? პირველი ადამიანების ჩვენი მშობლების 60-ეულ ცხოვრებას რო შევხედოთ, ისინი ცხოვრობენ 60-ში, მათ უშუალო კავშირი აქვთ უფალთან, ანუ ადამი უშუალოდ ესაუბრება ღმერთს და იმ ცნებას, რომელიც მიეცა ადამსა და ევას, ისინი არ ასრულებდნენ, ხდება მათი დაცემა და 60-დან გამოდევნა. აი ამის შემდგომ კაცობრიობა ცდილობს ღმერთთან მიახლებას და ხშირ შემთხვევაში უფალი საკუთარი ნების გამოხატულებას ახდენს რჩეული ადამიანების მიმართ. ანუ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ღმერთთან მისვლას, განუცხადებს მათ იმ ნებას, რომელიც ისევ რა თქმა უნდა ადამიანებისთვის არის კარგი, თუ როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები ღმერთთან და ადამიანები ამ ცნებების დაცვით თუ უფლის ნების გამოთქმის შემდგომ მისი ნების ასრულების შედეგად მიდიან ღმერთთან. ეს იყო 10 მცნება იყო ერთ-ერთი ასეთი გამოცხადება, ღვთივ გამოცხადება, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცხადება, როდესაც უფალი ეცხადება მოსეს, აუწყებს 10 მცნებას და ამის შემდგომ ადამიანები რა თქმა უნდა ცდილობენ მის დაცვას, მაგრამ ხშირად ხედავთ როგორ განუდგებიან 10 მცნებას და ამ განდგომის შემდგომ ისინი კარგავენ ღმერთს, მასზე მოიწევა საღვთოსასჯელი, ამ საღვთოსასჯელის მოწევის შემდგომ ისინი გამოფხიზლდებიან და ისე უბრუნდებიან. ეს არის პერიოდი, როდესაც უფალი ცდილობს ადამიანო კაცობრიობა რჩეული ერის ისრაელიანების სახით ჩამოაყალიბოს იმ ჭეშმარიტ საზოგადოებას, რომლის წინაშეც განხორციელდება იესო ქრისტე. ეს ცნებები, ვიცით, მიმართული არის როგორც ღვთის
კენ ანუ ადამიანმა როგორ უნდა იწამოს ღმერთი, როგორ უნდა დაიცვას ის გზები, რომ ის ღმერთს არ დაშორდეს და ასევე მეორე ნაწილი შეიძლება გავყოთ უკვე თვითონ ადამიანთა შორის ურთიერთობაზე არის ორიენტირებული, ხო, ადამიანი როგორ უნდა ექცევდეს მშობელს, პატივებს მამასა შენსა და დედასა შენსა, ასევე რომ არ უნდა ხელყოს სხვისი სიცოცხლე, არა კაცკლა, არ უნდა სურდეს სხვისი ქონება და ასე შემდგომ. ანუ ეს ზნეობრივი ნორმა, მთელი ძველაღთმისეული პერიოდი, ვიცით, არის მომზადება იმის, რომ კაცობრიობას მოვლინოს მხსნელი იესო ქრისტე. და როგორც წმინდა იოანე დამასკელი აღნიშნავს, ერთადერთი სიახლე მზისა ამას ქვეშე, რომელიც ანგელოსებისთვისაც კი დაფარული იყო თვით განკაცება იესო ქრისტესი. ანუ აი ჩვენ თუ გავიხსენებთ ადამისა და ევას სამოთხეში მყოფობას გველის სახით, ხო, ბოროტი ძალა ესაუბრება ევას და ეუბნება, რომ ჭამეთ ეს ხის ნაყოფი და თქვენ გახდებით ვითარცა ღმერთნი, ხო? ანუ ღმერთობა მოინდომა ევამ, ღმერთობა მოინდომა ადამიანმა ღმერთის გარეშე. მათ ამის შემდგომ მიიღეს დაცემა და შემდგომ მოდის თავად ღმერთი, ის ხდება კაცი, რომ აი კაცობრიობას ადამიანებს მიანიჭოს ღმერთობის საშუალება, ანუ მადლით განხრობის საშუალება და ის ნეტარება, რაც საკუთარი ნებით, ანუ არა ჭეშმარიტი გზით მოიდომეს ადამიანს და ევამაც. აი ერის ხასიათში, ადამიანის ხასიათში ქრისტიანობა ვლინდება, სათქმეებებით ვლინდება ცხოვრების წესით. თვითონ აი ეროვნული რო თქვა რა ერი მართლმადიდებელია, რა გამოვლინებები სად უნდა, მე მგონი ხლანდაზები, ფოლკლორი კიდევ რა შეიძლება თვითონ დამოკიდებულება ესეთი ქრისტიანული ერი რო იტყვიან. არა ისტორიულად, ისტორიულად თავისთავად საინტერესოა. მაგრამ აი რეალურად აი მე ვიტყოდი რომ აი ეს ერების ჩამოყალიბებაც ცალკეულ ასე ვთქვათ სოციუმად ფორმირება ეს იყო ერთ-ერთი ღვთისგანგებულებას რა თქმა უნდა იმიტომ რომ როგორც ხედავთ ჩვენ აი ისტორიიდან გამომდინარე მთელი ამ კაცობრიობის ისტორიიდან გამომდინარე აი ხშირად მოქმედებს აი ბრბოს ეგრეთ წოდებული აი პრობლემა მასის პრობლემა როდესაც ხდება ერთიეთუმ ადამიანის რომელიმე შეხედულებებისკენ მიდრეკა შემდგომ აი მის ირგვლივმყოფი ადამიანები ძალიან ადვილად აიტაცებენ ამა თუ იმ იდეოლოგიასა თუ შეხედულებას. ხშირ შემთხვევაში თუ ძველაღთმისეულ ჯულს და ისტორიას გადავხედავთ, ხედავთ რომ ერები, როდესაც ჭეშმარიტ ისრაელიანი ერი იცავდა სწორ გზას ღვთის გამოცხადებას, ხშირად ხდებოდა ის რომ თუ ერთი ადამიანი აი ამ ერის მიმდევარი ისრაელიანი გახდებოდა აი სხვა ქვეყნის რელიგიის ასე ვთქვათ გამზიარებელი, თაყვანისმცემელი თუ უბრალოდ მოიწონებდა მას ხშირ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ სულიერი სცენი გადაედებოდა მის თანამემამულეებს. ანუ როგორც აი მაგალითად ერთი ოჯახი, აი ავიღოთ 5-6 სულიანი ოჯახი. სადაც შეიძლება შეაღწევოს ამა თუ იმ იდეოლოგიურ ცხოვრების ყოფამ, ეს ერთი ადამიანის მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს ძალიან ადვილად სხვა ოჯახის წევრებზე. ასევე ხდებოდა ერების შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მიიღებდა ამა თუ იმ საშუალებას, ძალიან იოლად ვრცელდება ეს უკვე ერის სხვა შულებზეც. და დღევანდელ რეალობაში რო ჩავხედოთ, ხშირად ხედავთ, რომ ეროვნულობა იდენტური იყო ხშირად რელიგიურობისა, ხო? აი, თუნდაც საქართველოშიც, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში თუ ერი იღებდა რომელიმე რელიგიას, აი ფაქტურად მისი წარმომადგენლების 90% ან შეიძლება ნაკლები იყოს ან მეტი იყოს ცოტათი ხშირად ხდებოდა იგივე იდეოლოგიის გამტარებელი. აი აქაც უფალი თითქოს და იცავს სამსასთურისაგან კაცობრიობას, მან ასე ვთქვათ გამოარჩია რჩეულიერი, არა მარტო ეს თითქოს ღმერთი ირჩევს ვინმეს და სხვა ანუ რადგან ღმერთმა არ გამოარჩია სხვა ადამიანები, ამიტომაც თითქოს ღმერთი სამართლობა ჩვენეთში შეგვეპარს აქ სხვა მდგომარეობა არის, თქმა უნდა ღვთის ნება და კაცობრიობის ანუ ადამიანის ნების სამხედროც უნდა იყოს ამ შემთხვევაში და აი ხედავთ რჩეულერს, რომელიც საშუალებითაც უფალი ცდილობს ის ღვთაებრივი გამოცხადება და ის ჭეშმარიტების ორიენტირი ამ ადამიანების საშუალებით გაავრცელოს თელ კაცობრიობაზე, აი და აქედან გამომდინარე შემდგომად უკვე ხედავთ რომ როდესაც განკაცდა იესო ქრისტე, ეს განკაცება მოხდა სად? ისრაელში, ხო? ანუ იმ ერში, სადაც უფალი ეცხადებოდა იმ ერის შვილებში, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რომ ეს არის ისე ღვთის მოწყალება რომ აი ამ ერების საშუალებით ანუ მცირე ერების საშუალებით დაიცვას ჭეშმარიტება იმიტომ რომ ადამიანები საკმაოდ სუსტები ვართ ხშირ შემთხვევაში და ხდება ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ანუ ვერც კი აცნობიერებენ გარკვეული ნაწილი ისე იღებენ ამა თუ რელიგიას ბრმად ხდებიან მისი მიმდევრები და მათთვის რელიგიურობა არ არის ის ჭეშმარიტი მიზანი რელიგიის მიმდევრობა არის ჭეშმარიტი მიზანი, ასაც ემსახურება ხო ზოგადად რელიგია. და აქედან გამომდინარე უფალი იცავს ამა თუ იმ ერებს
ცდომილებისაგან და იმიტომაც არის ეს მრავალფეროვნება, რომ აი თუ სიტყვაზე ერთი ერი შეს და ის მანათობელი ჭეშმარიტება სხვა ერში იყოს დაცული და ის ჭეშმარიტების ორიენტირი ყოველთვის იყო და ხშირ შემთხვევაში ამას გამოუღია ნაყოფი, აი მაგალითად ძველ აღთქმაში თუ გავიხსენებთ იონას, იონა იყო, ვიცით, ებრაელი, მაგრამ ღვთის მოწოდებით იგი ჩადის ასურეთში, სირიაში დღევანდელი გაგებით, სადაც იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ბევრი ადამიანი მოექცევა კიდევ ჭეშმარიტებას და სინანულში იქნებიან და აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ ჯეროვან შედეგს იღებდა ადამიანებთან ურთიერთობაში. მინდა გითხოთ უბრალოდ ორ შეკითხვას დაგისვამთ ერთად. ერთდროულად ერთი ეს არის იდეოლოგიური დატვირთვა ცხრა ნეტარების და მეორე რახან ერზე ჩამოვარდა საუბარი. საქართველოს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ხო? და მე მინდა დაგისვათ ესეთი კითხვა თქვენ რომ ერთი რო ვისაუბროთ იდეოლოგიური დატვირთვა ცხრა ნეტარების რაში მდგომარეობს და კონკრეტულად რა არის და მეორე რაღა მაინდა-მაინც ასე ვთქვათ ძალიან მარტივი პოპულარული ენით ანუ რამ გამოიწვია ის რომ საქართველოს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი ეს საკმაოდ საინტერესო კითხვა არის ანუ პარალელს ავლებენ მამები ხშირ შემთხვევაში ძველ აღთქმისეულ ათმცნებასთან და ახალ აღთქმისეულ ცხრა ნეტარებას შორის. ცხრა ნეტარება შეიძლება იყოს კი ასეც არის, შეიძლება ჩვენ უწოდოთ მას ფუნდამენტი ქრისტიანული ცხოვრებისა. მოიხსენება ცხრა ნეტარების შესახებ უშუალოდ უფალი საუბრობს, უფალი ქადაგებს მთაზე, მთის ქადაგება შეიძლება ასე უწოდოთ მის ამ ქადაგებას, მათეს სახარების მეხუთე თავში არის ამის შესახებ საუბარი და ეს ცხრა ნეტარება ყოველ ჩვენთაგანისთვის ნაცნობია ჯერ იმიტომ, რომ ყოველ ღვთისმსახურების დროს ეს ცხრა ნეტარება გალობით წარმოიდგება ლიტურგიაზე და იწყება იგი როგორ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით, რამე თუ მათი არის სასუფეველი ცათა. ანუ პირველ ნეტარების ესე ვთქვათ პირველი საფეხური შეიძლება ასე უწოდოთ მას არის გლახაკობა. ეხლა ცოტათი შეიძლება გასაკვირი იყოს ვიღაცისთვის რატო არის გლახაკობაზე საუბარი. ანუ გლახაკობა ასოცირდება თავმდაბლობასთან გარკვეულწილად, ხო? და თავმდაბლობა, როგორც მამები აღნიშნავენ, არის სათნოებათა თაიგულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ძირი, ფესვი შეიძლება ასე უწოდოთ და როდესაც აი მამები საუბრობენ ადამიანის ქრისტიანულ ცხოვრებაზე, სათნოებაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, პირველ რიგში გამოყოფენ თავმდაბლობას. იმიტომ რომ ნებისმიერი სათნოება, ეს იქნება მარხვა, ეს იქნება ლოცვა, მღვიძარება, კეთილი საქმის კეთება თუ ასე შემდგომ, რომლის საფუძველის არ არის თავმდაბლობა, ფაქტურად ნებისმიერი სათნოება იმ ფასს კარგავს. ანუ თავმდაბლობის გარეშე ნებისმიერი აღსრულებული სათნოება იმ ფასეულობას ვერ იძენს, რაც რეალურად მას გააჩნია. აი თავმდაბლობაზე ცოტა გადახვევას გავაკეთებ ერთ ისტორიულ მოვლენას მოვიყვან. ერთ-ერთი ქალბატონი ის მე-6 საუკუნის ისტორიიდან ვიცით ეს მოვლენა ჩვენ ზღვაზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად აღმოჩნდება ერთ-ერთ კუნძულზე. და ამ კუნძულზე ეს ქალბატონი ქრისტიანი იყო და მოკლედ აღმოჩნდება ის რომ მარტო არის ეს ქალბატონი ამ კუნძულზე და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს 10 წელი 15 წელი ცხოვრობს ამ კუნძულზე, ლოცულობს, მარხულობს, იკვებება საკმაოდ მწირად და ასე შემდგომ ღვთის განგებით, ღვთისნებით მოხდება ის რომ ამ კუნძულზე აღმოჩნდება ერთ-ერთი სასულიერო პირი. რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიხარულო იქნება მათთვის ეს შეხვედრა და ეს სასულიერო პირი საკმაოდ სულიერი გამოცდილი ადამიანი იყო და როცა დიალოგი შედგება მათ შორის, ეკითხება როგორ ცხოვრობდა, რა პირობებით ცხოვრობდა, რას აღსრულობდა, რას აღასრულებდა და ასე შემდგომ. და ეს უყვება ეს ქალბატონი იმის შესახებ, როგორ იცხოვრა მან, რა თქმა უნდა, ლოცვა, მარხვა და ასე შემდგომ და შემდგომ პასუხობს, რომ შეგიძლია შეურაცხყოფის ატანა ისე რომ ამაზე პასუხი არ გაცი ან თუნდაც გულში რაღაც ღვარძლი არ გაგიშდეს, ეს პასუხობს არა, არც ნამდვილად არ შემიძლია მე რო ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენოს, ეს ყველაფერი ავიტანო. და ეს მამა პასუხობს მას, რომ შენ არ გქონია თავმდაბლობა და ჩათვალე, რაც შენ გააკეთე, ფაქტიურად ყველაფერმა დაკარგა ფასი, იმიტომ რომ თავმდაბლობის გარეშე ნებისმიერი სათნოება ფერგთალდება. ანუ ეს მე ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ცხრა ნეტარება ისე როგორც სხვა მუხლები, მე პირველ მუხლზე მქონდა საუბარი, ორიენტირებას აკეთებს ქრისტიანის სულიერ ცხოვრების წესზე, როგორ უნდა ცხოვრდეს ქრისტიანი. იქ სიმშვიდეზე არის საუბარი, იქ არის სიმართლისათვის ნევნულობაზე საუბარი. ანუ
ქრისტე წინასწარ თითქოს და მის მიმდევრებს ართილებს იმ განსასწრების შესახებ, იმ ცხოვრებისეული გზის შესახებ, იმ სირთულეების შესახებ, რომელიც თითოეულ მათგანს ექნება მომავალში და საპასუხოდ იმ ჯილდოს შესახებ საუბრობს, რომელიც ქრისტიანს ღირსეული დათმენის შემდგომ მიეცემა. ხო, აი თვითონ ნეტარკმა გლახაკან სულით რამ თუ მათი არის სასუფეველიც და იქნები თავმდაბალი უფალი გვეუბნება, მოიპოვებ ზეციურ სასუფეველს. და ასე თითოეულ მუხლზე იმ სათნოების შემდგომ, იმ ნიჭის შემდგომ, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს საკუთარ ცხოვრებაში, მიეცემა მას ის ჯილდო, რომელსაც მარადიული ნეტარი მდგომარეობა ქვია უფალთან. ეს მოკლედ რო ვთქვა, აი ამის შესახებ შეიძლება ასე ვისაუბროთ ცლად. მეორე ნაწილი კითხვის. მეორე ნაწილი თუ რო შემახსენოთ. საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი საკმაოდ საინტერესო ეს ინფორმაცია არის, ისტორიული ცნობა არის იმის შესახებ, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამის შესახებ ჩვენ ხა პირველი ღვთისმშობლის მოღვაწეობა, მიწიერი მოღვაწეობა ვიცით დაკავშირებული პირველ საუკუნესთან, ანუ პირველ საუკუნეში არსებული რაიმე დოკუმენტური ცნობა ჩვენ ამის შესახებ არ გაგვაჩნია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი არის, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ გაგვაჩნია ეკლესიაში დაცული ზეპირ გარდამოცემა და ვიცით, რომ ეკლესია ჭეშმარიტ ქრისტიანულ მართლმადიდებელი ეკლესია იგივე რანგის პატივს მიაგებს ჭეშმარიტ გარდამოცემას, საღვთო გარდამოცემას, რომელიც ეკლესიაში არის დამარხული, როგორც წერილობით გარდამოცემას. ამის შესახებ ბევრი კამათები იყო და იმ ამბობენ ასეთ რამეს, რომ ჩვენ საიდან ვიცით ის, რომ აღმოსავლეთში უნდა აღმოსავლეთის მხრივ უნდა ვცემდეთ უფალს თაყვანს, საიდან ვიცით ის პიჯორს როგორ უნდა ვიწერდეთ და ასე შემდგომ. ბევრი ესეთი მოვლენა არის ეკლესიაში, დღევანდელი ტრადიცია არის ეკლესიაში დაცული, რომლის შესახებ ჩვენ უშუალოდ პირველი საუკუნის წერილობით ძეგლები არ გვაქვს, მაგრამ ეს საღვთო გადმოცემამ, ზეპირ გარდამოცემამ შემოგვინა. ხა ასეთი ზეპირ გარდამოცემის შედეგად ვიცით ჩვენ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ივერია, საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამის შესახებ ისტორიული ცნობები, რა თქმა უნდა, ყველასთვის იქნება, რა თქმა უნდა, ეს საცოდნელი. ანუ აქ საუბარი იმის შესახებ, რომ როდესაც წილი ყარის მოციქულება, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად, მათ შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედა ღვთისამაც გადაწყვიტა, რომ მასაც მიიღო აღნიშნულ მისიონერულ მოღვაწეობაში მონაწილეობა და მას ამ წილხვედრის შედეგად წილად ხვდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მაგრამ ღვთის განგებით, ღვთის ნებით უფალმა უთხრა მას, რომ მოახლებულიყო მისი მიძინების ჟამი და აქედან გამომდინარე იგი უნდა დარჩენილიყო წმინდა მიწაზე. და მალე მართლაც ვიცით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ, აღესრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და მის ნაცვლად საქართველოში წარმომემართება, ვიდრე რა თქმა უნდა ღვთისმშობელი აღესრულება წმინდა ანდრია პირველწოდებული. აი ეს ცნობა არის დაცული საქართველოს ეკლესიის, ასე ვთქვათ, ისტორიასთან დაკავშირებით, საიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის. მაგრამ აი ხა რა პრივილეგიას გვანიჭებს ეს ჩვენ და რატომ არის ეს ჩვენთვის კარგი და რატო არის საპასუხისმგებლო, ესეც ალბათ საინტერესოა. რა თქმა უნდა. კარგი არის რატომ? ეხლა ჩვენ თუ გადავხედოთ, რატო მიდიოდნენ მოციქულები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქადაგებლად. ეს უბრალოდ რაცა მოვლენა არ იყო, რომ აი უბრალოდ აი საქმიანობა, რომ აი მე ეს დამევალა, მე ეს უნდა გავაკეთო. იმიტომ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, აი მე წეღან იონა წინასწარმეტყველი ვახსენე და აკაც გავამეორებ იონას მაგალითს, იმიტომ რომ როდესაც უფალი ეუბნება იონას წადი და იქადაგე, ასურელები მაშინდელი ისრაელიანებისთვის იყვნენ ტრულ დამოკიდებულებაში, ხშირად მათ შორის იყო დაძაბულობა, ომი და ასე შემდგომ. ანუ იონას არ უნდა წასვლა საქადაგებლად ასურეთში და თითქოს აი ფეხს ითრევს იგი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ღვთის განგებით მოხდება ის, რომ იონა ჩადის ასურეთში, ხო? აი მოციქულების და ღვთისმშობლის შემთხვევაში აქ ცოტა სხვა მდგომარეობა გვაქვს, ხო? ისინი ღვთისმშობელს არავინ არ ეუნება, ხო, რომ წადი შენ იქადაგე, მაგრამ ღვთისმშობელი თვითონ გამოხატავს ამ ინიციატივას, რომ თვითონაც ჩაერთოს ამ სამისიონერო მოგზაურობაში. კეთილი უწყება გავრცელოს. კეთილი უწყება გავრცელოს. რატომ? იმიტომ რომ ის უდიდესი ჭეშმარიტება, რასაც ქადაგებდნენ მოციქულები, იყო რა? ხსნა მიეცა კაცობრიობას, ანუ ღმერთი განკაცდა, ღმერთი როგორც კაცი ისე ეჩვენა ადამიანებს და მისცა საშუალება იმისა, რომ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის იმედი ქონდეთ. ანუ ეს საშუალება იყო რისა, რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთს იწამებენ, რომელიც მას აღიარებენ, თანადაეფლებიან მასთან ერთად ამ ნათლისღებით, შემდგომ საშუალება ეძლევათ, რომ გახდნენ მადლით ღმერთები, ანუ ქრისტეს ძეები, ხო? და აი ამის უწყება ღმერთის განკაცების უწყება იყო დიდი სიხარული. იმიტომ რომ ის სიხარული, რომელიც მათ გულებში იყო,
რასაც ისინი განიცდიდნენ იმის შედეგად, რომ მათ უფალთან უშუალო კავშირი ჰქონდათ, მათთვის ეს იყო, ასე ვთქვათ, დიდი სიყვარულის გრძნობები და მათ სურათ, რომ აი ამის თანაზე არის სხვების გაეხადათ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ პერიოდში ვიცით ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ტომები იქნებოდნენ, თვითონ ქართველებიც, ხო? აი რამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ხო? ეხლა დაცემული საკუთარ შულებს წირავდნენ მსხვერპლად და აი მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ამ ადამიანებს რამ სად უწევდათ მათ წასვლა, რა განსასწრების გადატანა უწევდათ მათ, მიუხედავად ამისა, მათ სურდათ, რომ ის სიყვარული, რომელიც მათ განიცადეს იესო ქრისტესთან ურთიერთობაში, სხვების გაეხადათ ამის თანაზე არის და მთელ კაცობრიობისთვის ეხარებინათ ის, რომ ღმერთი გახდა კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა ძნელი აღსაქმელია. სიკვდილი არ არსებობს, არის მარადიულობა, შეიძლება ნეტარებაში. და აი აქ საინტერესო აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ჩვენ ხედავთ, რომ მოციქულები, რომლებიც პირველ ეტაპზე, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მიმოფანტულები არიან, შეშინებულები არიან, შემდგომ სისუსტეები გამოვლინდა მათ პიროვნებაში, მაგრამ მას შემდეგ რაც სულთმოფანობის დღესასწაული აღასრულება, ისინი სიკვდილისთვის მზად არიან და იმის ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონ ქრისტე ახარონ, ოღონ ქრისტე იქადაგონ. ანუ ხედავთ ადამიანურ სისუსტეს და შემდგომ უკვე ეს საფრთხომადლის გაძლიერებას. ალბათ დღესაც საჭიროა რა ჩვენთან რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ეხლა უნდა გამოვაცხადო რეკლამა. ბრუნდებით ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ, რომ ეთერშია ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. ჩვენ საუბრობთ დღეს მართლმადიდებლურ უпростоრად ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, იდეოლოგიაზე და ეხლა ბატონი ლადო როგორც ამ გადაცემის წამყვანი დასვამს კითხვას. ეს საინტერესოა ქრისტეს განკაცებასთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენეთ, რომ ისრაელის ერში განკაცდა და საინტერესოა, აი იმ დროს ეს ერი იყო დაპყრობილი რომაელების მხრიდან. მოდის უფალი და აი ერის განთავისუფლებაზე ამ დამპყრობლებისგან რაღაც ლაპარაკი არ მიდის ქადაგება და ხალხი სულ სხვა რამეს ელოდება და აი რამდენად თუ არ იყო მნიშვნელოვანი ერისთვის განთავისუფლება, თუ ეს მნიშვნელოვანი იყო უფალს რატომ არ აინტერესებდა, რატომ არ არის აქცენტები ამაზე გაკეთებული? საინტერესოა თვითონ ეს კითხვაც, იმიტომ რომ ეს პრობლემა დღევანდელ რეალობაშიც არის, ეს პრობლემა იყო სხვადასხვა დროსაც ეკლესიის წიაღში, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ქრისტიანობის აღთმა ხდებოდა ამ ქვეყნიურ კეთილდღეობასთან და არა მარადიულ სწრაფოსთან და მარადიულ სასופველის მკვიდრობასთან. როდესაც განკაცდა იესო ქრისტე, ვიცით რომ ამ პერიოდის ებრაელები, რომლებიც იმპერიაში ცხოვრობდნენ, ელოდებოდნენ რა თქმა უნდა მესიას, მაგრამ მესიაში არ ელოდებოდნენ არა იმ მესიას ელოდებოდნენ არა იმ კუთხით, იმ გაგებით, რა კუთხეც არის ჭეშმარიტება და რა თქმა უნდა სიმართლე. ანუ რა გაგებითაც განკაცდა მაცხოვარი, ხო? ანუ არა ამ ქვეყნიური დიდება და მეუფება, არამედ მარადიული მეუფება, ქრისტეს მიმდევრობა ამ ქვეყნიური შეიძლება ტანჯვაც ყოფილიყო და იმ ქვეყნიური ნეტარება. არამედ ისინი მაცხოვარს ელოდებოდნენ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც მათ გამოიხსნიდა ამ მდგომარეობიდან, რომის ბატონობიდან და თვითონ ისრაელინებს მისცემდა იმის საშუალებას, რომ ისინი გაბატონებულიყვნენ, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის მსოფლიო ცივილიზაციაში. რაც რა თქმა უნდა ასე არ იყო და მაცხოვრის ამ ქვეყნიური მოღვაწეობაც ამის ნათელი მაგალითი იყო, იმიტომ თვითონვე იცხოვრა უბრალოებაში, მას არ ჰქონდა სახლი და ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში ქუჩაში, ანუ დღევანდელ ქუჩაში წადიოდა, იქ აქადაგებდა და განიცადა უდიდესი ტანჯვა წამება და შეურაცხყოფა ხო ადამიანების მხრიდან. და მაცხოვარმა მართლაც დაანახა კაცობრიობას, რომ მისი მოსვლის მიზანი არ იყო ის, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაზე მიენიჭებინა, ასე რომ ვთქვათ, ასან გარკვეული ძალაუფლება და ის პოლიტიკური ლიდერობა, რასაც ისრაელიანები ელოდებოდნენ. ეს პრობლემა იყო მე-5 საუკუნის ერთი ფაქტი მახსენდება, როდესაც ბარბაროსული ტომების მიერ მოხდა იმპერიის დასავლური ნაწილის აღება. აი აფრიკის ტერიტორიებზე მაქვს საუბარი, ნეტარი ავგუსტინეს პერიოდი, მე-5 საუკუნე არის 20-30 წლები.
და აი ვანდალებმა როდესაც ეს ვანდალიზმი აქედან მომდინარეობს ეს ტერმინი ვანდალებმა როდესაც დაიპყრეს აფრიკის ტერიტორიები მაშინ თითქოს და იქ ქრისტიანებს დაცინოდნენ ეუბნებოდნენ რომ აი თქვენ ქრისტიანები რომლებიც ამბობთ რომ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები ვართ აღსარებლები ვართ აი ნახეთ რა დღეში აღმოჩნდით თქვენ ხართ დევნულები შევიწროებულები აი ბარბაროსული ტომებისაგან და აი ამ პერიოდში ერთ-ერთი სასულიერო პირი რომელიც აი ნეტარი ავგუსტინესთან დაახლოებული პირი იყო ასეთ პასუხს ემს ამ ადამიანს რომ კი ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებლები მადიდებლები მაგრამ ჩვენთვის ქრისტიანობას არ მოუტანია ის რომ ჩვენ ამ ქვეყანაზევე რაღაც პოლიტიკური ძლიერება მაქსიმალური მატერიალური კეთილდღეობა მოვეპოვოთ და კაცობრიობას ეს არ მოუტანია ქრისტიანობას. ქრისტიანობამ კაცობრიობას მოუტანა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. და აი შენ თუ გადახედავ ეს პოლემიკაში როცა შედის ამ ადამიანთან შენ თუ გადახედავ ისტორიას თუ კიდაც რომის ისტორიას შეხედე როგორ ცხოვრობდნენ პირველ საუკუნეში ადამიანები და შეხედე როგორ ცხოვრობენ ახლა. ანუ ქრისტიანობა მოახდინა ის რომ თვითონ ადამიანების ყოფა-ცხოვრების წესით შეიცვალა. მანამდე როგორც წეგან თქვი რომ საკუთარ შვილებს კი ხშირად მიყავდათ მსხვერპლად შეწირვისათვის ადამიანებს და როგორი გარკვეული ურთიერთობები იყო მათ შორის თუნდაც იმპერიის კარზე და ასე შემდგომ მიუხედავად იმისა რომ იმპერია ყველაზე დაწინაურებულ კულტურულ წიაღად ითვლებოდა, აი ხედავთ მეოთხე საუკუნეში ეს როგორ არის შეცვლილი, მიუხედავად იმისა, რომ სამი საუკუნის განმავლობაში იმპერია ქრისტიანობას დევნიდა. აი თუნდაც ავიღოთ საქართველოს მაგალითი, ხო ეხლა, როდესაც ხედავთ მოციქულთა პერიოდს, როგორ არის რა მდგომარეობაში არის, შემდგომ ისევ იკარგება ქრისტიანობა გარკვეულ პერიოდში და წმინდანის მოსვლის შედეგად, როდესაც ქრისტიანობა შემოდის საქართველოში ხელახლა, აი დროთა განმავლობაში როგორ იცვლება თვითონ მოსახლეობის იდეოლოგია, მოსახლეობის სოფხედელობა, ცხოვრების წესი. ანუ ქრისტიანობა ემსახურება იმას, რომ ადამიანი მიიყვანოს ჭეშმარიტ ღმერთთან. და ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკლესია იდევნება, ქრისტიანები იდევნებიან, ანუ ქრისტიანები შეიძლება არც არაფერს არ აშავებდნენ. ანუ ეს სოდვის დასჯის კუთხით რო ავიღოთ თითქოს და ასე ღმერთის ჯის ადამიანებს სოდვის გამან კუთხით რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ. ანუ ადამიანი შეიძლება არც არაფერს არ აშავდეს, მაგრამ მაინც განსასწრელი დაატყდეს მას თავს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, ეკლესია, ანუ თუნდაც ქრისტიანი იქნება დევნულ მდგომარეობაში, შევიწროებულ მდგომარეობაში, დაჩაგრულ მდგომარეობაში, თუ პირიქით იქნება დაწინაურებულ პოლიტიკურ და აღმატებულ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, მან არ უნდა დაივიწყოს ის მცნებები, ის სწავლება, რომელიც მაცხოვარმა კაცობრიობას აუწყა და ყველაფრის მიუხედავად უნდა იყოს ამ გზის დამცველი. და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდებოდა, რომ ქრისტიანობასთან ხდებოდა თითქოს ამ ქვეყნიური კეთილდღეობის ასოცირება, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის და სწორედ ამის შესახებ გვააფრთხილებს მაცხოვარი 9 ნეტარებაში და სხვა ქადაგებაში, როდესაც გვეუბნება თუ მე მდევნენ, თქვენც გდევნიან და აქედან გამომდინარე ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ქრისტიანს ექნება ამ ქვეყნიური კეთილდღეობა და ის იქნება დევნულობის გარეშე და შევიწროების და განსასწრების გარეშე. კეთილდღეობაზე არა, აი ეროვნული დამოუკიდებლობა ხო უფალი არ ანიჭებდა იქ ებრაელები მოვიდა იმ დროს, რომ ებრაელებს ეროვნული დამოუკიდებლობა მიეღოთ. მაგრამ შემდეგ რა კი ეს ერებმა მიიღეს მთლიანად ეს ქრისტიანობა და ჩამოყალიბდა ქართველი ერი, სერბი, რუსი, ბერძენი. აი აქ უკვე რამდენად მნიშვნელოვანია რომ ერი იყოს დამოუკიდებელი, რომ აი ქრისტეს გზაზე იდგეს და რაღაც კომუნიკაციებით ჩვენ მსოფლიოს ეკლესიის მთელი ნაწილი ვარ და თვითონ ერმა რომ შეინარჩუნოს ის დამოუკიდებლობა რამდენად მნიშვნელოვანია. თუ იქნებ როგორც უფალი მოეპყრო თავის ერებს და იქ არ ანიჭებდა მას მნიშვნელობა ჩვენთვისაც არ უნდა ქონდეს ამას მნიშვნელობა, როგორ ხსნის ამას ქრისტიანობა შემდგომ პერიოდში. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა პატივცემს და აღიარებს ეროვნულობას, იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებსაც ესა თუ ის ერი ინახავდა და ეს ტრადიციების პატივცემა გამოიხატება იმაში, რომ როდესაც მაგალითად ერის კიდაც ფორმირება ხდება, მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდება, რა თქმა უნდა, ამ ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ის რელიგიური შეხედულებები, რომელიც იმ პერიოდისთვის ერის ყოფა-ცხოვრებაში არსებობს. თუ რა თქმა უნდა, ყოფა-ცხოვრებაში იყო განვითარებული წარმართული რელიგია, მაშინ ეს ერის ტრადიციების გარკვეულწილად წარმართული იდეოლოგიაზე არის დაყრდნობილი. თუ ერში მისი ფორმირების დროს იყო გავრცელებული ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია, რა თქმა უნდა, მისი ფასეულობები, მისი იდეოლოგია, ცხოვრების წესი ხშირ შემთხვევაში ემყარება ქრისტიანულ წესჩვეულებებს. და ხშირად ხდებოდა ისე, რომ მაგალითად ერი მანამდე იყო წარმართული
სამხედროების იდეოლოგიის მატარებელი, შემდგომ ხდებოდა მისი გაქრისტიანება და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა იმ წარმართულ წესჩვეულებებს წარმართულ წესჩვეულებებს ადგილს იკავებდა ქრისტიანული წესჩვეულებები, ქრისტიანული იდეოლოგია და ეხლა ჩვენ მაცხოვრების განკაცებიდან ვიცით 20 საუკუნეა ხო გასული. ამ ხნის განმავლობაში იყო ერები, რომლებიც ქრისტიანობას აღიარებდნენ, მაგრამ შემდგომ ქრისტიანობა იქნა განდევნილი. ვიცით ერები, რომლებიც აი მაგალითად ხა იყო ჩვენი მეზობელი რუსეთი, ხო ვიცით მე-10 საუკუნემდე ფაქტიურად თუ რაღაც პატარ-პატარა ქრისტიანულ პატარ-პატარ თემებს არ ჩავთვლით, მასობრივი გაქრისტიანება კიევის რუსეთისა მოხდა მე-10 საუკუნეში, ხო? და ამ პერიოდში ჩვენ თუ გადავხედავთ აი კიევის რუსეთის ცხოვრებას, ხედავთ რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმართული წესჩვეულებები იყო გავრცელებული, მაგრამ შემდგომად ამისა ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ აი ეს წარმართული წესჩვეულებები ჩანაცვლებული იქნა ქრისტიანული წესჩვეულებებით. და თითეული ერი, რომელიც დღევანდელ დღეს საკუთარ თავს აცხადებს ქრისტიან ერად, რა თქმა უნდა უფრთხილდებოდეს იმ წესჩვეულებებს, რომლებიც მას შემდეგ გახდა ერის წესჩვეულება, ერის ტრადიცია, რაც ქრისტიანობა გახდა მისი ერის რელიგიური კუთვნილება, ასე რომ ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენს, რომლებსაც უფრო მეტად გვესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა ჩვენი ერისთვის, უფრო მეტი თავგამოდებით ვივწვით იმ ტრადიციების დასაცველად, რომელი ტრადიციებიც საქართველოში ქრისტიანული რელიგიის შედეგად გავრცელდა. და ვცდილობთ ქვეყანა დავიცვათ იმ ტრადიციებისაგან, რომელი ტრადიციების შემოსვლასაც და შემოტანასაც ვცდილობენ დღეს ესა თუ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შორს არიან ქრისტიანული იდეოლოგიისაგან და ქრისტიანული სამხედროებისაგან. ხშირად მომისმენა მე ასეთი რაღაცა, რომ აი ეს რა არის ტრადიცია, ეს ოჯახის ტრადიცია თუნდაც ან ეკლესიის ავტორიტეტის ტრადიცია, ეს არის რაღაცა ძველმოდური, რაღაც ჩამორჩენილი და ადამიანს უშლის ხელს რომ პიროვნულად განვითარდეს. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. იმიტომ რომ ქრისტიანობა ქადაგებს ყველაფერი იმას, რაც ადამიანისთვის არის ბუნებრივი, თვისობრივი. ანუ რასაც ღმერთი გვასწავლის, რასაც ღმერთი რისკენას უფალი მოგვიწოდებს ჩვენ. რაც ქონდა ბუნებაში, ანუ ეს არის ყველაფერი ის, რაც ადამიანს შექმნისთანავე მიეცა. ანუ ეს იქნება სიყვარული, ეს იქნება თავმდაბლობა, ზრუნვა ერთმანეთზე, თუ ასე შემდგომ, თუნდაც ავიღოთ ელემენტარული ჯანსაღი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცთან ქალს შორის, ხო, ეს არის ოჯახი, ხო? ეს თავიდანვე ჩადებული იყო ადამიანში, ეს ბუნებრივი განაყოფიერება, ეს ბუნებრივი კავშირი და როდესაც ხდება აი არაბუნებრივი შემოტანა ადამიანების და ამისთვის პროპაგანდის გაწევა, რა თქმა უნდა, ეს არ უპირისპირდება გარკვეულ ერის ტრადიციას. ეს უპირისპირდება უშუალოდ საღვთო მოძღვრებას, საღვთო დადგენილებას და ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ხდება ადამიანის სულიერი დეგრადაცია. რაც არ აისახება სიტყვაზე ვინმე ორ პიროვნებაზე, არამედ ეს აისახება ზოგადად ერისს, ხო? იმიტომ რომ თუ სიტყვაზე ერთი გარკვეული ნაწილის შერყნა მოხდა, შემდგომ ეს ვიცით ეს ბრბოს მეთოდი, ეს ერის გადაგვარების მეთოდები ხშირად ხდებოდა, რომ ეს ბრმად ხდებოდა ამ ყველაფრის გადატანა და ადამიანისთვის დამახინჯება, ადამიანის სამხედროების დამახინჯება. ანუ მე ამით მინდა ვთქვა რა, რომ ქრისტიანობა რასაც ქადაგებს, ეს იქნება მოკრძალება, თუნდაც აი ჩაცმის კულტურა, ეს იქნება ვარცხნილობის კულტურა, ეს იქნება საუბრის კულტურა, ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურა, თუნდაც ადამიანისა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის კულტურა. ამ ყველაფრის შესახებ ქრისტიანობა ჩვენ ამომწურავ პასუხს ჩვენ მკითხებს, ხო? და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ამ ყველაფერს მივყვებით, ჩვენ ვიქნებით იმ ბუნებრივ მდგომარეობაში, როგორათაც ვართ ჩვენ შექმნილები, ანუ ეს იქნება ჩვენთვის თვისობრივი. და თუ ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადავსწრებით, აღმოჩნდებით არანორმალურ მდგომარეობაში. აი ელემენტარულ აღო სიტყვაზე ადამიანმა უნდა იძინოს, ხო, ღამე და სხვა დღის გამოჩნდა იკვებოს, იშრომოს და ასე შემდეგ. თუ ეს წესრიგით აირღვევა და ადამიანი სიტყვაზე დაიწყებს ღამეშრომას და დღის განმავლობაში ძილს, დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობა შეირღვევა, ხო? თუ ამას აკეთებს რაღაც ხო ამას თუ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეხლა არ სისტემატურად თუ აკეთებს კი. ასკეტური ღვაწლით არ ვამბობს, ასკეტი მამის ღვაწლი სხვა იყო. აქედან გამომდინარე ის წესრიგი, რაც ადამიანის ბუნებაში არის ჩადებული, ადამიანმა დაიცვას და ამის შესახებ სწორედ მოძღვრავს ჩვენ ქრისტიანობა. და ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სწორედ აი თითქოს და ქრისტიანობა ამ ყველაფერს ამახინჯებს ადამიანს უშვილს განვითარების საშუალებას და პირიქით მას რაც გარკვეულ ვაკუუმში ამყოფებს. აი პასუხისმგებლობა ღვთისმშობლის წელხვედრობაზე ჩვენ მაგას. ხო, აი პასუხისმგებლობა, აი კი საინტერესო არის რა. აი რა პასუხისმგებლობა კვართი არის ჩვენთან. კი, აი ზუსტად ეს პირდაპირ კავშირში არის ღვთისმშობლის წელხვედრობა და მაცხოვრის კვართის ისტორია.
კი ის ელიას ხალენი, რა თქმა უნდა, აქ მე გავამახვილებ ყურადღებას მაცხოვრის კვართის შესახებ. თუ გადავხედავთ ჩვენი ისტორიას, ახლა პირველი საუკუნის ისტორიას ხედავთ რას, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც იესო ქრისტეს ამ ქვეყნურ მოღვაწეობაში დარჩა, ეს არის უკერველი კვართი, ხო? რომელიც უფალს ხელშესახებ ფიზიკურად მატერიალურად არ გონსხავთ თქმა წმინდა ზიარებას ეს უდიდესი საიდუმლოა ეს უდიდესი მოვლენა არის რა თქმა უნდა ამის შესახებ არ მაქვს საუბარი საუბრობ მაცხოვრის კვართის შესახებ ეს კვართი ვიცით იქ წილხვედრის წილისყრის შედეგად აღმოჩნდა საქართველოში ხო ეს საქართველოს წასულმა ებრაელებმა ჩამოაბრძანა საქართველოში სიდონიას ისტორია იგი კვართთან ერთად გარდაიცვალა ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ რომელიც მაცხოვრის მეგობრებს მის მოწაფეებს თუნდაც ღვთისმშობელს ისევ და ისევ გაახსენებდა იესო ქრისტეს ეს იყო კვართი და რა თქმა უნდა ეს ისტორია არის რეალური ისტორია რომ კვართი საქართველოშია და მიუხედავად იმისა ბევრი მეცნიერი შეიძლება ამის შესახებ რაღაცა კრიტიკული შეხედულება ქონდეს რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ ვიზიარებთ და საკმაოდ არგუმენტირებულად ვცემთ პასუხს და ეს იყო კვართი და რა თქმა უნდა როგორც მოციქულებს ასე ყოველწლინა ღვთისმშობელს სურდა რომ აი ეს კვართს ისევ და ისევ მიახლებოდა ჩაეხუტა ეს გულში ჩაეკრა ეს კვართი და რომელიც რა თქმა უნდა გაახსენდა მაცხოვრის სამქვეყნიურ ცხოვრებას და აი ყველა სურდა მოციქულებს საქართველოში რამდენი მოწმობის თანახმად საუბარი რომ 5 მოციქული იყო ჩამოსული ხა რა თქმა უნდა ამის დეტალურ განხილვას არ დავიწყებ ანუ მათ რაღაც იზიდავდა საქართველოში ეს იყო სწორედ გარდა იმისა რომ მათ ჰქონდათ იმის სურვილი გაიქრისტიანთ ქართველები სურდათ ის რომ მიეღოთ და ეხილოთ ეს კვართი და მართლაც ეს კვართი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უზურპასესი განძი, რომელიც დღეს საქართველოს ეკლესიაში არის დაცული და აი ამის შესახებ წმინდა ეგნატე ღმერთმოსილი წერს ასეთ რამეს. როგორც ველახთმისეულო ისტორიიდან ვიცით, როდესაც მოხდა ხალენის დაგლეჯვა ეს 12 ნაწილად მოხდა ამ ხალენის დაგლეჯვა და ამის შემდგომ ისრაელიანი ერი დაიყო 12 ტომად, ასევე ახალ აღთქმაში ეგნატე ღმერთმოსილი საუბრობს ამის შესახებ, როგორც მაცხოვრის კვართი იყო უკერველი და არ მოხდა მის დანაწილება, ასევე ახალ აღთქმისეული ეკლესიის დანაწილება არ მოხდება და ის ეკლესია, რომელიც იქნება მისი მფარველი, სადაც იქნება ეს კვართი დაცული, ამ ეკლესიაში ყოველთვის იქნება ერთობა. და რა თქმა უნდა, ეგნატე ღმერთმოსილი აქ არ საუბრობს იმას, რომ მარტო საქართველოს ეკლესიაში იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიაც იგულისხმება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიაში ადგილობრივ ეკლესიაში არის ეს დაცული, მაგრამ ადგილობრივ ეკლესიას ურთიერთობა აქვს სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან, ეს იქნება კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია თუ სხვა. აქედან გამომდინარე, ეს ეკლესია, ეს ახალ აღთქმისეული ერთიანი ეკლესია იქნება გარანტი იმისა, რომ ეს ეკლესია არის ერთიანი, ჭეშმარიტი, რომელიც ადამიანს მიიყვანს ღმერთამდე. ეს არის ერთი მოვლენა, მაგრამ მეორე კუთხით თვითონ რაც შეეხება ჩვენი ეკლესიას, რატო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს ეკლესიის 20 საუკუნოვან ისტორიას, ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ეკლესიაში ასე თუ ისე ყოველთვის იყო მაინც დაცული ერთიანობა და აი ის სქიზმატურ განხეთქილებას თუ წვალებულ განხეთქილებას, რომელიც სხვადასხვა ეკლესიებს ხშირ შემთხვევაში აწუხებდა საქართველოს ეკლესიაში ესეთ რაღაცებს ასე მასობრივად ადგილი არ ქონია. აი გიორგი მთაწმიდელს თუ გავიხსენებთ, როდესაც ის პატრიარქს ესაუბრება, იქ აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიამ როცა მიიღო ჭეშმარიტება, მას არ განდგომია. ანუ საქართველოს ეკლესია იმ ჭეშმარიტი გზის დამცველი იყო და მას ასე მწვალებლური შეხედულებებისკენ არ ქონია გადახრა, როგორც იყო მაგალითად სხვა ეკლესიებში. აი, მაგალითად მე-7 საუკუნის ისტორიაზე რელიგიურ მდგომარეობაზე ერთ-ერთი მამა ასე ამბობს, რომ იერარქები ერესიარქებად იქცნენო. იმიტომ რომ მრავალი ეპისკოპოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო ეს ხშირ შემთხვევაში რომის პაპიც იყო ეს ერთ-ერთი ამ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანები ჭეშმარიტ სარწმუნოებას გაუდგნენ და მწვალებლობის ქადაგება დაიწყეს და საქართველოში ასეთ რამეს ადგილი არ ქონია. და საქართველოს დღევანდელ რეალობაშიც მართლაც აძლევს სხვადასხვა ეკლესიებს უდიდეს მაგალითს იმისა, თუ როგორ არის ეს ერთიანობა შენარჩუნებული, აი მაგალითად რუსეთის ეკლესიას ვიცით, აი უკრაინის ადგილობრივი საპატრიარქო ეკლესიად მოიხსენებენ ისინი საკუთარ თავს, რამხელა პრობლემა აქვს, რამდენი ადამიანი მისგან გასული არის, ასე ვიცით საბერძნეთში რამდენიმე სინოდი არსებობს და საქართველოში რაღაც პატარა გადახვევებს თუ არ ჩავთვლით, მაინც ეს ერთიანობა დაცულია და ეს რაც რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქის უდიდესი ძალისხმევის შედეგი არის. საინტერესოდ საუბრობთ, რომ პრინციპში მიჭის გარკვეული კითხვის დასმაც საერთოდ მინდა რომ გაცალოთ რა შეიძლება დიდხანს ისაუბროთ. მაგრამ გადაცემის წამყვანები ვართ ბატონი ვლადიმერი და მაგის კითხვის დასმის გარეშე არ არსებობს და ამიტომ მინდა დაგისვათ მომდევნო კითხვა უფრო უკვე შედარებით თანამედროვე სიტუაციას რომ დაუბრუნდეთ. გავიხსენოთ წმინდა ილია მართალის, ანუ ილია ჭავჭავაძის წნული გამონათქვამი. ხო?
მამული ენა სარწმუნოება და აქვე რა თქმა უნდა ჩვენი წყვილმთავარის ჩვენი პატრიარქის ასევე ცნული გამონათქვამი ღმერთი სამშობლო ადამიანი. აი მოდით ჩვენი დღევანდელი გადაცემა რახან ეძღვნება კიდევ ერთხელ ამბობ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სოფლმხედველობას ქრისტიანულ იდეოლოგიას ეს ორი გამონათქვამი დავუკავშიროთ ერთმანეთს გავავლოთ პარალელები დღემდე არსებულ თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითებთან წმინდა იდეოლოგიური კუთხით რა თქმა უნდა. აი პატრიარქმაც აღნიშნეს საკუთარ ქადაგებაში, როდესაც საუბრობდა ღმერთი სამშობლო ადამიანი, რომ ეს არის ისევ და ისევ წმინდა ილია მართლის უდიდესი სიტყვების, ასე ვთქვათ, პერიფრაზი შეიძლება ასე ითქვას, უბრალოდ პატრიარქმა თითქოს და ეს შეცვალა ის მდგომარეობა და აღნიშნა კიდევაც, რომ აი თუ წმინდა ილია მართალი დაბალი საფეხურიდან უმაღლეს საფეხურისკენ მიემართება, ანუ ენა მამული სარწმუნოება პატრიარქი პირიქით სარწმუნოებიდან იღებს და პირიქით ამბობს ღმერთი სამშობლო ადამიანი. აქ რა თქმა უნდა ხა ცალკე განვიხილოთ წმინდა ილია მართლის სიტყვები, ცალკე განვიხილოთ პატრიარქის სიტყვები, ეს საკუთრო დიდ დროს წაგვართოს. უფრო კონკრეტულად დავიწყოთ, თქვათ, მოდით აი ჩვენც დავიწყოთ დაბალი საფეხურიდან ენა მამული სარწმუნოება ასე რომ გავყვეთ, ანუ ენას ფაქტიურად აი პატრიარქი ანალოგს ავლებს ადამიანთან და მამულსაც სამშობლოსთან. ეს აი ამჯერ ამ კუთხით გავამახვილებ ყურადღებას, ანუ გვაქვს სამშობლო და მამული. სამშობლო მამული ეს ტოლობის ნიშანი რო დავსვათ შუაში. სამშობლო და ადამიანი რას ნიშნავს? სამშობლო და მამული რას ნიშნავს? ანუ როგორც ჩვენი უდიდესი წმინდანი წმინდა ილია მართალი, ასევე ჩვენი უდიდესი პატრიარქი მოგვიწოდებენ სამშობლოს და მამულის სიყვარულისკენ. რას ნიშნავს ეს? აქ რა თქმა უნდა საუბარია უშუალოდ იმ ტრადიციებზე, იმ იდეოლოგიაზე, რომელიც ჩვენმა სამშობლომ ქრისტიანულ ეკლესიასთან ერთად, რა თქმა უნდა დღევანდელ დღემდე მოგვიტანა და რომლის დაცვასაც გვავალებს ჩვენ. აქ საუბარია იმ ეროვნულ ფასეულობების დაცვაზე, რომელიც ჩვენი ერისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რისთვისაც იუწყოდნენ ჩვენი დიდებული მეფეები, რისთვისაც იუწყოდნენ ჩვენი ეკლესიის დიდებული მღვდელმთავრები და თითოეული თუნდაც ერისკაცი. იმიტომ რომ ეს ეროვნება, ეს ტრადიციები, რომელიც ჩვენ დღევანდელ დღემდე, ასე ვთქვათ, შემოგვინახა, როგორც ჩვენმა სამშობლომ, ასევე ჩვენმა ქვეყანამ, არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენ არ ავცდებით ყველაზე მნიშვნელოვანს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის გზა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს ღმერთამდე. და სამშობლოც და მამულიც ამის ერთ-ერთი გარანტი არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი გარკვეულ სოციუმში, გარკვეულ ოჯახში თუ თუნდაც საზღვრებში ხდება იმ ტრადიციების დაცვა და აქედან გამომდინარე სამშობლო და მამული ამ ყველაფერს უწყობს ხელს. და ამასთანავე აქ არის გარკვეულწოდ აი როგორც აი ადამიანის ფაქტორი, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა წამოწია, აქ არის გარკვეულწოდ წამოწეული სიყვარულის ფაქტორი, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენი მამული, ჩვენი თანამემამულეები არ გვეყვარება, არ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ საკუთარი თავიც კი გავწიროთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევიყვარებთ სხვა ერის შვილებს. თუ ჯერ ჩვენი ოჯახის წევრი არ შევიყვარეთ, ჩვენი ნათესავი არ შევიყვარეთ, ჩვენი მეგობარი არ შევიყვარეთ, რა თქმა უნდა, ვერ შევიყვარებთ უცხო ადამიანს, რომელიც ჩვენი თანამემამული არის. და ეს გარკვეულად, ასე ვთქვათ, საზღვრები, ეს სიყვარულის საზღვრები იზრდება, იწყება ოჯახიდან, ჯერ თუნდაც მეუღლიდან, მერე მშობლებიდან, შვილები, ასე შემდეგ ეს ვრცელდება ეს საზღვრები, ჯერ რა თქმა უნდა, ჩვენი სიყვარულის საზღვრებმა ჩვენი ქვეყანა უნდა მოიცოს, რაც რა თქმა უნდა საქმეში უნდა წარმოჩნდეს და უკვე ამის შემდგომ გვექნება ჩვენი მისაშვილო სხვა ერის შვილებიც შევიყვაროთ. აი ვაჟა-ფშაველას აქვს ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო პუბლიკაცია, სადაც იგი ამ კუთხით ანვითარებს საკუთარ მსჯელობას, რომ თუ ჩვენი ქვეყნის მოყვარულები არ ვიქნებით, ვერ ვიქნებით სხვისი ერის მოყვარულები. რაც შეეხება ღმერთის მცნებას, რა თქმა უნდა, ღმერთის მცნება, მისი მცნებების დაცვა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანისთვის არსებობს, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ადამიანი სულიერ მოსვენებას ვერ პოვებს. აი ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ასეთ რამეს, რომ მე მანამდე ვერ პოვე სულიერ მოსვენებას, სანამ ღმერთამდე არ მივედი. ის დადიოდა ყველგან, ყველა რელიგია შეძვიდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ სანამდე არ მივიდა საკუთარ შემქმნელთან, ანუ ვინც შექმნა იგი, მანამდე ის მოსვენებას ვერ პოვლობს. აქედან გამომდინარე, თითოეულ ადამიანს ჩადებულია ის, ასე ვთქვათ, თითქოს და კოდი, რაღაც რელიგიური კოდი,
რომელიც ადამიანს არ აძლევს მოსვენების საშუალებას, სულიერ სიმშვიდის საშუალებას, სანამ ის არ მივა მის შემქმნელამდე. ანუ ადამიანის ყველაზე დიდი ნეტარი, ყველაზე დიდი სიამონება არის ის, რომ ის მივიდეს ღმერთამდე. აქედან გამომდინარე, წმინდა ილია მართალი, რომელიც უდიდესი პიროვნება იყო საკუთარი სამშობლოს სიყვარულით, ღმერთის სიყვარულით, ერთგულებით, იცოდა რა ამ წნების შესახებ, იგი საკუთარ თანამემამულეებსაც მოუწოდებს ამის შესახებ და ამის შესახებ რა თქმა უნდა ქადაგებს ჩვენი პატრიარქი. და რაც შეეხება ენის საკითხს, ენის საკითხი ხა, რომელზეც წმინდა ილია მართალი საუბრობს, ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ენის პრობლემა. იმ პერიოდით საკმაოდ აქტუალური იყო ქართველი ერისთვის, მოგეხსენებათ, ჩვენ მეზობელი სახელმწიფო ცდილობდა საქართველოში გაერთიანებინა რუსული ენა, რაც რა თქმა უნდა ქართველობისთვის იყო დიდი დანაკლისი, იმიტომ რომ ის მრავალსაუკუნოვანი ენა, ის დამწერლობა, რომელიც აღმოეპყრებოდა, რა თქმა უნდა ამას ქართველი ვერ შეეპოვებოდა და აქედან გამომდინარე წმინდა ილია მართალი ამახვილებს ამ ყურადღებას და მართლაც ქართული ენის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს, ის ვიცით რომ ერთადერთი ენა არის, რომელსაც ანალოგი არ ყავს ფაქტიურად და საინტერესო არის რა ის ივანე ზოსიმეს მოხსენება, სადაც ამ ქართული ენის შესახებ საუბრობს და ასევე ერთი საინტერესო ინფორმაციას მაქვს ქართული ენის შესახებ. ეს არის ერთადერთი ენა, რომელშიც არ არსებობს მამრობითი და მდედრობითი სქესი, ხო, როგორც ვთქვით, ყველა ენაში ასე თუ ისე სქესი არსებობს და მახსენდება ერთ-ერთ რუსულ შემეცნების გადაცემაში იყო ეს კითხვა დასმული მაყურებლების მისამართით, რომ ეკითხებოდნენ რომელი ენა იყო, რომელზეც კი და ეს გადაცემა იყო ნამდვილად, სადაც ეკითხებიან აი ამ მონაწილეებს ამ გადაცემისა, რომ რომელ ენაზე ისაუბრებოდაო ღმერთი ადამიანს სამოთხეშიო და მართლაც ეს მონაწილეები უპასუხებენ, რომ ქართული ენა იყო და არგუმენტი იყო ის, რომ არ არსებობდა სქესი, ანუ სქესი არ აქვს ქართულ ენას, ანუ ეს უშუალოდ საუბარი იყო ღმერთსა და ადამიანს შორის. ეს რა თქმა უნდა ცოტა პერიფრაზე, მაგრამ საინტერესო რა თქმა უნდა ჩვენ ამას შესახებ ვერც დავიწყებთ ამ მტკიცებულებას, ღმერთი ადამიანს რა ენაზე ვისაუბრებთ, ეს საფრთხის უწყლო განმარტებთ, ეს უფრო გონებისმიერი საუბარი იყო და ეს პირდაპირ გაგებით შეიძლება ვერც გავუგოთ ეს, მაგრამ მაინც საინტერესო და ცოტა ისეთი მოსაზრება არის, რომელიც გადავაწყდა ასთან გადაცემაში. ხო, ეხლა წერან ბატონ ვლადიმერ თქვენ დამისით კითხვა და ამ კითხვასაც მინდა გავცეპასუხო და გამახსენდა. კი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში არის კვარტიდაცული, ყველა წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის ჩვენიერი. ეს რა თქმა უნდა რაღაც ამბიციის საშუალება ჩვენ გვაძლევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულები, მაგრამ ეს ამბიცია რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის უნარსაც გვაკისრებს, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვების თანახმად რაც მეტი მიეცა ადამიანს, მეტი მოეთხოვება. სიმთელე სიმბოლურად როგორ აი უკერველი კვარტირა ხან არის სარწმუნოებაც შეუბღალავა და ფრთელად იქნება დაცული ქრისტეს მეორე მოსვლისთვის. მაგრამ ამას თაობები დაჭირდება კიდევ და ნათქვამი რო არის ივერია გამწყინდება გასაგებია კარგია ეს კვარტით შეიძლება ამას გულისხმობდეს მაგრამ ეს თაობები სანამ ივერია გამწყინდება ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს ვიქნებით ამ სიხარულის თანამონაწილე თუ რამდენიმე თაობა უკვე სადღაც ადამიანი შეიძლება წარსაცმელებადაც დაიბადოს და საცხონებლათაც და აი ალბათ თითოეული ქრისტიანი ალბათ კი არის ეს არის მისიონერული მოვალეობა აკისრია ყველა ქრისტიანის ვალი არის და ეს რომ მართლაც ასე მოხდეს და რაც შეიძლება ყოველდღიურად მზად არ ვიცით რომელიც ასვლა უფალია რა ამიტომ თითოეული ჩვენგანი როგორც ყველა ადამიანი ასე მთელი არის მზად უნდა იყოს ამისთვის კი ბატონო ამიტომ ეს მისიონერული საქმეა რომ მაინც უფრო მგონია რომ რაღაც უფრო მოჭარბებულად უნდა მოხდეს უფრო მეტად გავრცობილად და თავად საპატრიარქოს უწყებანის თან ერთად უნდა გაგრძელოს რაღაც პროგრამების შემოშობა. კი ბატონო, გეთანხმებით ბატონ ვლადიმერ, რომ პირველ რიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წილხვედრობისა და პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, მისიონერობა, ანუ ქრისტიანობის გავრცელება. და ქრისტიანობის გავრცელება ჩვენ პირველად ხედავთ ქრისტიანობა გავრცელებს მოციქულება, ისევ და ისევ მოციქულებს უბრუნდებით და აი როგორ მოახერხეს მათ ის რომ ქრისტიანობა გავრცელეს, იმიტომ რომ ძალიან მალე ქრისტიანობამ ფაქტურად დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიები, ინდოეთის, სპარსეთი, მათ შორის საქართველო ვიცით, ყველგან შევიდეს ჭეშმარიტი უწყება. რით მოახერხეს მოციქულებმა ის, რომ მათ შეძლეს ქრისტიანობის უწყება ქვეყნის სხვადასხვა კიდეებში, ხო? რით მოახერხეს? პირველ რიგში მათ რაც გამოარჩევდა სხვა ადამიანებისაგან იყო მათი ცხოვრების წესი. როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ პირველ რიგში ადამიანების ინტერესის საგანი იყო მათი ცხოვრების წესი. ისინი არ იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ სხვები. მათი ცხოვრების წესი იყო განსაკუთრებული. მათი ცხოვრების წესი იყო სიყვარულით აღსავსე.
და ჩვენ ვიცით სულთმოფენობის დროს, აი აქედან იწყებენ ხო მოციქულები ქადაგებას. მათი მიეცათ მრავალი ნიჭი, სხვადასხვა ენაზე მეტყველების ნიჭი იყო, ქადაგების წინასწარმეტყველების და ასე შემდგომ. მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად რომელი ნიჭის გამოვლინდა მოციქულებში ეს იყო სიყვარულის უნარი. სიყვარულის ნიჭი. ანუ ისინი განსხვავებულები, განსაკუთრებულები იყვნენ სხვა ადამიანებთან შედარებით. როგორც ჩვენ დღევანდელ რეალობაში ხედავთ ადამიანის ნაკლოვანებებს, ისინიც ხედავდნენ ადამიანის ნაკლოვანებებს, მაგრამ აი სიყვარულის ნიჭი, რომელიც მათ გულებში იყო, მათ საშუალებას აძლევდა იმისა, რომ ადამიანებში დაენახათ არა მათი ნაკლოვანებები გამძაფრებულად, არამედ ადამიანებში დაენახათ ღვთის ხატება და მსგავსება, განსაკუთრებულად და აი ამ სიყვარულით უდგებოდნენ ისინი ადამიანებს, რაც ასე ვთქვათ, ძალიან დიდ სურვილს ურჩენდა სხვა ადამიანებს იმისა, რომ თვითონაც გამხდარიყვნენ ისეთები. ასევე მიმბრძოლობა. ასევე მათთვის მათი ქადაგების პირველი სიტყვები იყო აღდგომის შესახებ. ისინი პირველად იწყებდნენ ქადაგებას აღდგომით. და ეს აღდგომის შესახებ საუბარი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე ემდა პასუხს. ყველა ადამიანს მოგეხსენებათ გვაქვს ის კითხვები რა გველის გარდაცვალების სიკვდილის შემდგომ, ხო? და აი ამ ქადაგებით როცა იწყებდნენ ისინი აი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე იძლეოდნენ პასუხს. აქედან გამომდინარე მოხდა ის რომ ქრისტიანული თემები თანდათან ვრცელდებოდა, მეტი და მეტი ადამიანი მოდიოდა მის წიაღში, რაც ნიშნავდა რას? მოდი ჩვენთან, იწამე ქრისტე როგორც გვწამს ჩვენ და იყავ ისეთი როგორც ვართ ჩვენ. და ამის შემდგომ იწყება რა თქმა უნდა ქრისტიანობის გავრცელება, ანუ ქრისტიანული ეკლესიის გავრცელება. და თვითონ ეკლესიაც სიტყვა მომდინარეობს ბერძნულ სიტყვიდან ეკალეო, რაც მოწოდებას, გამოხვობას, დაპატიჟებას ნიშნავს, ანუ თითოეული ეკლესიის წევრი არის ადამიანი, რომელიც მაცხოვარმა სიბნელიდან, სულიერ სიბნელიდან გამოიხმო და მოიყვანა ჭეშმარიტების წიაღში, ანუ მაცხონებელ სინათლის წიაღში. ახლა ეკლესია ვიცით რომ ყველა ანუ ერში სახელმწიფოშია რა, რუსეთის ეკლესია, საბერძნეთის, ანტიოქიის, საქართველოს ეს თავისთავად გულისხმობს უკვე ეკლესიისა და სახელმწიფოს ალბათ ურთიერთობებს და ეს საინტერესო თემა, მაგრამ ჩვენ ამას ალბათ აი უბრალოდ აი სახელმწიფო ეკლესიაზე მაყურებელს, მაგრამ უფრო კანონისტებთან ასე ვთქვათ, ამას განვიხილოთ, მაგრამ მაინც საინტერესოა აი ამ კუთხით გაიც მოვალეობა თვითონ ეკლესიის თქვა და საზოგადოების. აი სახელმწიფოსა და საეკლესიო ურთიერთობის კუთხით ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს ძველათქმისეული ეკლესია, სადაც ფაქტობრივად სახელმწიფო და ეკლესია ერთნი იყვნენ, ერთი მმართველობა იყო, ეს მეფის ან წინასწარმეტყველის საშუალებით. ამიტომ შეიქმნა რა იქ ეკლესია. სხვა რა ეკლესიამ შექმნა სახელმწიფო რა. ეს ცოტა ეხ ბატონო ვადიმერ ცოტა სხვა საკითხი. აი საქართველო იყო და მიიღო მეფემ ეს რელიგია. ასევე სხვა ქვეყნები რო ავიღოთ, ხო სახელმწიფო იღებდა ამ რელიგიებს. სახელმწიფო იღებდა, ანუ ეს ცოტა ისეთი ცელი საკითხია, მაგალითად რო ავიღოთ აი ბიზანტიის მაგალითზე, რომის იმპერიის მაგალითზე. რომის იმპერიაში ქრისტიანობა ნებადართული რელიგია ხდება წმინდა კონსტანტინე დიდის დროს. ეს არის 313 წელი, როდესაც მილანის ანუ მედიოლანის ედიქტი გამოიცა და აი ამის შემდგომ ქრისტიანებს მიეცათ იმის საშუალება, რომ საკუთარი რელიგია თავისუფლად ეღიარებინათ, ანუ აღსარებლობის თავისუფლება მიეცათ. როგორ მოხდა ეს? აქ არის საუბარი რის შესახებ, რა ზოგი ამბობს, რომ კონსტანტინემ დაინახა ქრისტიანებში ის ძალა, რომელიც მას დაეხმარებოდა გამხდარიყო ერთიანი იმპერიის მმართველობა, მაგრამ რეალურად იყო რა, კონსტანტინე თვითონ მოექცა ქრისტიანობაზე, თვითონ იყო ქრისტიანობისადმი კეთილად განწყობილი, გამსჭოვლილი და აქედან გამომდინარე ხელი შეუწყო იმას, რომ ქრისტიანობა გამხდარიყო იმპერიის ერთ-ერთი ნებადართული რელიგია. მაგრამ აი თუ აი კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული 1453 წლამდე გავყვებით ჩვენ ბიზანტიის ისტორიას, ანუ ეს არის ხანა, ხო, როდესაც ქრისტიანული არის იმპერია. ერთადერთი იმპერატორს ხვდები ჩვენ ივლიანე განდგომილს, რომელმაც ქრისტიანობა უარყო, დანარჩენი იმპერატორი ფაქტობრივად ყველა არის ქრისტიანი. ანუ ქრისტიანობას აღსარებლობს, მაგრამ ზოგი ახლა მწვალებლური სახით აღსარებლობს, ზოგი მართებულად, ეს სხვა საკითხია. მაგრამ მაქსიმალურად ქრისტიანული ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა წარმოშთა ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორის წმინდა იუსტინიანე დიდის დროს. მის სახელმწიფო კოდექსში, ასე ვთქვათ, ნოველები არის დამატება კოდექსისა, გადმოცემული იქნა ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პერიფრას მოვახდენ ახლა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია სახელმწიფოს და ეკლესიისა და ამ პერიფრას ვახდენ ახლა ადამიანობას, კაცობრიობას მიეცა ორი უდიდესი ნიჭი. ეს არის საერო მმართველობა და სასულიერო მმართველობა, ანუ იმპერატორი და პატრიარქი. იმპერატორი ზრუნავს ადამიანებს ამ ქვეყნურ კეთილდღეობაზე,
ეკლესია და პატრიარქი ზრუნავს ადამიანების სულიერ კეთილდღეობაზე. და აქედან გამომდინარე შეიქმნა ორთავიანი არწივის გერბი. ეს ვიცი დღევანდელ დღეს რუსეთის სახელმწიფო ატარებს ამ გერბს. აი ეს ორთავიანი არწივი ნიშნავს რას? ანუ სახელმწიფო და საერო მმართველობას. მაგრამ რეალურად ეს სახელმწიფო და საერო მმართველობა რა იდეოლოგიასაც დებდა ამაში იუსტინიანე ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა მოსურნია იმის რომ ქრისტიანობა გავრცელდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანის თავისუფლებაზე ის ვერ მოახდენს. ალბათ მმართველობიდანაც არის ბევრი დამოკიდებული ხელისუფლებისგან, ანუ მმართველობაში თავისთავად ბატონებო გვანიშნეს რომ დაგვჭა სულ 2 წუთი. და ამიტომ უკვე დასკვნის სახით მინდა დავსვა ასეთი კითხვა, რომ დასკვნის სახით ახალ პოპულარული ენით რომ თქვათ თანამედროვე საზოგადოებას რომ თქვათ, რომ ჩვენი საზოგადოების ფუნქცია არის შემდეგი, არსი ჩვენი ცხოვრების არის შემდეგი. ცხოვრება და მოღვაწეობა ღმერთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ. შეიძლება თქვენი აზრი? რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთის დიდება და სამშობლოს კეთილდღეობა, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს ღვთისადმი თავდადებას, ღვთისადმი სიყვარულს, მისი მცნებების დაცვას და ღვთის მთავარი მცნება არის ზუსტად გამოხატულება სამშობლოს სიყვარულისა, რადგანაც მაცხოვარმა ბრძანა, ხო? იყვარებოდეთ ურთიერთას და ამით გიცნან ჩემი მოწაფეები. ხარ თუ არა თუ იყვარებოდეთ ურთიერთას და ეს სიყვარული რა თქმა უნდა პირველ რიგში როგორც წეღანაც აღნიშნე გამოხატული იქნება ჩვენს ოჯახში, ჩვენს ნათესავებთან, ჩვენს მეგობრებთან და ასევე რა თქმა უნდა სამშობლოსადმი. როდესაც ჩვენ სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კეთილდღეობას დავაყენებთ პირად კეთილდღეობას და ინტერესებზე მაღლა, რაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ საკუთარი თავის უარყოფისა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ცხოვრებისეული რეალური წარმოჩენა იქნება. ქრისტიანობა ქრისტიანობა თავისი არსით არის რომ და თვითონ ერი რამდენად ქრისტიანია, რამდენად გამტანი ვართ ერთმანეთის, რამდენად ზრუნველი ვართ ერთმანეთის და რამდენად გვიყვარს ერთმანეთი. აი ეს თვისებები ალბათ გამოაჩენს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქრისტიანს და ასევე მთელ ერს ერთმანეთის მიმართაც და სხვა ქვეყნების დასანახადაც და სადაც სიყვარული იქ ალბათ ვერცერთი მტერი ვერ მოგვერება და ვინც არ უნდა მოგვისიოს კაცობრიობის ხსნის მტერმა. მადლობა მოახსენოთ ჩვენ სტუმარს დღევანდელი საინტერესო გადაცემისთვის და ძვირფას მაყურებელს შემდეგ შეხვედრამდე დავამშვიდობოთ. კი ბატონო, ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეთერში იყო გადაცემა ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება, მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ბიძინა მესხი და ჩემთან ერთად მიყავდა გადაცემა ბატონ ვლადიმერ ცხიკვაძეს. კარგად ბრძანდებოდეთ.